სახელითა მამისათა, დadzისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს, გაგახარო და გაგაძლიეროთ ღმერთმა. სულიერი ცხოვრების ღვაწლი წმინდა იოანე კრონშტადტელის მიხედვით. მეგობრებო, წმინდა იოანე კრონშტადტელი სულიერ ცხოვრებას განიხილავს როგორც უწყლოდ ბრძოლას. ჩვენ ხომ ვიყოფებით ყველანი სულიერ ომში. ხო, ხან ესე იგი დავიჭრებით, დავეცემით, მაგრამ უნდა ავდგეთ. ანუ უწყლოდი ბრძოლა და შრომა, მეგობრებო, საჭირო, რომლის მიზანიც ღმერთთან შეერთება და ადამიანის სულის განწმენდა. პირველი, ბრძოლა საკუთარ თავთან და საკუთარ მესთან. წმინდანის აზრით მთავარი დაბრკოლება, მეგობრებო, ნახეთ, სულიერ გზაზე ჩვენივე ეგოიზმია, ხორციელი ვნებები და ეს საშინელი, ესე იგი სიამაყე, ხო? რომელიც არის ეს სულის კიბო, თუ გნებავთ. სიამაყე, ამპარტავნება, ხო? ეს თუ გნებავთ არის აი ვნებათა რავის პირველ ადგილზე უჭირავს ამას, იმიტომ რომ თვით ანგელოზიც დაეცა და გახდა დემონი, ხო? სულიერი ღვაწლი რას ნიშნავს, მეგობრებო? ეხლა ნახეთ, რომ ადამიანმა ყოველდღიურად დაადგუნოს საკუთარი ცოდვილი ნება, ეგო, თავისი მე, ხო, და დაემორჩილოს ღვთის ნებას. მეორე, ლოცვა სულიერი ცხოვრების სუნთქვა, ხო, ესე თქვა. იოანე კრონშტადტელი ხაზს უსვამდა, რომ ლოცვა არ არის მხოლოდ რაც ფორმალური სიტყვების წარმოთქმა, ეს არის გულის საუბარი ღმერთთან. გულიდან ამოდის, მეგობრებო, ყველაფერი, უფალი გულს უყურებს ჩვენ და არა ჩვენ თქვა გარეგნულს, ხო? მეტანიები, რა თქმა უნდა, კარგია და მეტიც აუცილებელიცაა, მაგრამ როგორც დიდი მეტანი, ასევე პატარა მეტანი, ასევე მუხმოდრეკა, მაგრამ უფალი ჩვენს გულს უყურებს პირველ რიგში. ლოცვა არის სულის, ესე ვთქვათ, ამოსუნთქვა, თუ გნებავთ. როგორც სხეულს არ შეუძლია არსებობა ჰაერის გარეშე, ხო? ისე სულს არ შეუძლია სიცოცხლის, ისე სულს არ შეუძლია სიცოცხლე ლოცვის გარეშე. მესამე, სიფხიზლე და გულის დაცვა. ნახეთ, სულიერი ღვაწლი მოითხოვს გულის მუდმივ ყურადღებას. ჩვენ უნდა ვიფხიზლოთ და აქ გამახსენდა, უცებ მახსენდება, როგორც თეოფანე დაყუდებული ამბებს, ადამიანი უნდა იყოსო, აი, გიტარის სიმივით დაჭიმულიო ესე, ხო, და არასოდეს არ უნდა მოდუნდესო. როგორც გიტარას სიმხოს დაჭიმულია. აი ესეც ჩვენც უნდა ვიყოთ, მეგობრებო, ყოველთვის მზად ყოფნაში უნდა ვიყოთ და მზად. ყოველთვის არის ეშმაკს, მართლაც კარგი ისაა, ეშმაკს არ წამი კი არასდროს არ ძინავს და ის ნაატრულობს, რომ ესე ჩვენ რაღაცა ჩაგვითრიოს, რაღაც წუმპეში, რაღაც ცოდვაში და ყოველთვის გეუბნება, რომ აი ესე იგი რომ ჩავარდეს შენ სასო წარკვეთილებაში, რომ და დაკარგო რწმენა და იმედი, სასოება ღვთის მიმართ. არასდროს არ დაკარგოთ, გესმით, მეგობრებო, არასდროს. სულ ბოლო ადამიანი მარტო რომ დარჩეთ ამ მთელ პლანეტაზე, არც მაშინ დაკარგოთ რწმენა. რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა გასასწრელი, უბედურება, ჭირი თუ რა ვიცი. ღმერთმა გვაჩვენოს ყველა, ჯვარი უწერია ყველას, მაგრამ ასეა ეს. ეხლა წმინდა მამა ასევე გვასწავლის, რომ ყოველი აზრი, რომელიც სიყვარულს, სიმშვიდესა და რწმენას ეწინააღმდეგება, უნდა მოვკვეთოთ, არ უნდა შემოუშვათ ჩვენს აი აქ თავში, გონებაში და მით უმეტეს გულში. მეოთხე, მოყვასის სიყვარული, როგორც სულიერი ზრდის საზომი. ესე იგი, მისი სწავლებით, მეგობრებო, შეუძლებელია ღვთის სიყვარული თუ ადამიანს არ უყვარს მოყვასი. სულიერი ღვაწლი ვლინდება მოთბინებაში, მიტევებასა და ქველმოქმედობაში, მოწყალებაში, თუ გნებავთ. აი,
ეხლა ჩვენ ყველანი ვართ დიდ მარხვაში, ანუ მარხვა არის დიდი მარხვა და ეს ის დროა მეგობრებო, რა ყოველთვის უნდა მიუტევოთ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ის განსაკუთრებული დროა, რომ მიუტევოთ ადამიანებს, ვიზეთ ჩვენ ნაწყენი ვართ. ანუ ვიზეთ ჩვენზე არის ნაწყენი, მიუტევოთ, ესე იგი არ აქვს მნიშვნელობა დაურეკოთ, მიწეროთ SMS-ი, რა ვიცი მე დღეს ბევრი საშუალებაა, ხო, მივწეროთ, ხო, მიუტევოთ, აპატიოთ, ვანუგეშოთ, დავეხმაროთ, მოწყალება გავიღოთ იქ. ეხლა მეხუთე, მუდმივი სინანული. მეგობრებო, ნახეთ, სულიერი ცხოვრება წარმოუდგენელია სინანულის გარეშე. ეს არ არის მხოლოდ რაღაც დანაშაულის გრძნობა, არამედ გონების შეცვლა, ხო? აი მეტანოია, ხო? მეტანოია და დაბრუნება ღვთისკენ. ანუ სინანული ეს არის თუ გნებად მთელი ცხოვრების მუდმივი პროცესი. ეს არის მზადყოფნა, რომ ესე იგი აღიარო საკუთარი უძლურება და მიედო ღმერთს და რომ თქვა რომ აი ღმერთო რაც ვიყავი გუშინ წინ, რაც ვიყავი წლების უკან და გუშინ, ესე იგი ის ვარ დღეს, ხო? ისიც ვარ დღეს და მე არ შემიძლია რომ იმიტომ რომ აი ასეთი ვარ მე, აი ესე იგი არ მინდა ეხა ეს სიტყვები ვიხმარო, მაგრამ ასეთები ვარ ჩვენს, ხო, რაც ვართ. ყველამ ჩავიხედოთ ჩვენ გულებში და ჩვენ თხოვოთ უფალს რომ ღმერთო მომეცი უფალო, მომეცი და უბრალო სიტყვებით, არ უნდა იქ მაღალი სიტყვები და რაღაცა მაღალფარდოვანი და წერილობით და ასე შემდეგ და ოფიციალურად, არა, შენი სიტყვებით, რაც გულიდან გამოდის, შენი უბრალო სიტყვებით თხოვე ქრისტეს და ის გისმენს, გიყურებს, შენთან ერთად არის. და რა თქმა უნდა შენ მოგისმენს და აგისრულებს შენ და თხოვნას და შენი თხოვნა საგისრულებს და შენი თხოვნა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. დიდება შენ და ღმერთო და მადლობა ყველაფრისათვის. აი ეს იმეორეთ მეგობრებო, მეტი არ გინდათ. ანუ ლოცვა კი არ გინდათ, ლოცვა რა თქმა უნდა გინდათ მეტიც რაც არის, მაგრამ იქ დაუჯდომელი იქნება, ფსალმური იქნება, დილა-საღამოს ლოცვები იქნება თუ სხვა ლოცვები, მაგრამ იქ შვიდგზის ლოცვა, ხო? მაგრამ აი ამ შემიწყალეში მე გულისხმობ არ უნდა არ გინდა მეტი თხოვნა, ანუ არ გინდათ მეტიში გულისხმობის რომ თხოვნა არ გინდათ, იმიტომ რომ როგორც წმინდა მამები ამბობენ, აი ამ ერთ სიტყვაში შემიწყალეში არის ყველაფერი, ჩვენი თხოვნას, იქ ჩვენი ვედრება, რაც ჩვენ გვინდა, ჩვენი გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი დღე, მოკლედ არის ერთ სიტყვაში. ამიტომ მილოცეთ ხშირად, გესმით? ქუჩაში ხართ, სახლში ხართ, აბაზანაში ხართ, ჭამთ, სვავთ, სამსახურში ხართ, ტრანსპორტში ხართ, საჭესთან ხართ. რა უნდა ამას? ხო? რა უნდა ადამიანი იტყვის, რომ რა უნდა ამას, რომ ვინ გიშლის ხელს? რომ დღეში თუნდაც 3 წუთი წარმოთქვა ეს. 3 წუთი გესმით? დღეში, დღის განმავლობაში. აი დილით ხო გაიღვიძებ 8 საათზე თუ 9 საათზე. და დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე 3 წუთი გამონახე ადამიანო და თქვი მთელი ოღონდ შენი გონებით, მთელი შენი გულით, მთელი შენი არსებით გადადე ყველაფერი ამ ქვეყნიური ესე იგი სიხარული გაჭირვება ხინი თუ ჭირი გადადე გვერდზე და თქვი 3 წუთი გამოყავი და თქვი უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. დიდება შენ და ღმერთო, მადლობა ქრისტე ყველაფრისათვის. ვინ გიშლის ადამიანო ხელს? მე გეტყვი ვინ გიშლის. შენი და ჩემი სიზარმაცე, ჩვენი სიზარმაცე გვიშლის ხელს და ჩვენი ურწმუნოება თუ გნებავთ. იმიტომ რომ რწმენა გვაქვს ცოტა და ნაკლები, ამის მოსმენა არავის არ უნდა, მაგრამ ჩვენ გულში ჩავიხედოთ და გვაქვს თუ არა ჩვენი რწმენა, ესეც უნდა ვთხოვოთ უფალს, რწმენაც. უფალო მომეცი რწმენა, მომეცი მეტი სიყვარული, მომეცი მეტი თავდაბლობა,
ღმერთმა გაგვაძლიეროს მეც, თქვენც და ყველა. მეგობრებო, სულიერი ცხოვრება ეს არის სიყვარულის სწავლა, რომელიც იწყება საკუთარ თავთან ბრძოლა და საკუთარ თავის დაძლევით და გრძელდება ღვთისა და მოყვასის სახურებით და სიყვარულით და თავდაბლობით. გაგაძლიეროთ, დაგლოცოთ ღმერთმა. ღმერთს მადლობა და რომ ისმეთ და რაც თავარია, მეგობრებო, ეს ყველაფერი გავახორციელოთ ცხოვრების პრაქტიკაზე და პრაქტიკაში გავაკეთოთ. ამას ჩემ თავს ვეუბნები პირველ რიგში და მერე თქვენ. იმიტომ რომ როგორც წმინდა წერილში წერია, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ამიტომ სიტყვით კი არა, საქმით გავაკეთოთ, საქმით დავამტკიცოთ და რაც თავარია, დავრჩეთ ქრისტეს მიმართ ერთგუნი, ყველაზე მეტად, მშობლებზე მეტად უნდა გვიყვარდეს ქრისტე. გაგახაროთ და დაგლოცოთ ღმერთმა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაიხარეთ.